განიხილეთ რიცხვი 95500. მნიშვნელობა, რომელსაც განასახიერებს პირველი ხუთიანი, ან რომელსაც წარმოადგენს პირველი ხუთიანი, არის რაღაცაჯერ უფრო დიდი ვიდრე მნიშვნელობა, რომელსაც განასახიერებს მეორე ხუთიანი, ანუ წარმოადგენს მეორე ხუთიანი. ეხლა მოდი დავუკვირდეთ. პირველი ხუთიანი არის მეორე ხუთიანის მარცხნივ, მინიშნებასაც წერია აქ. სულ თავიდან რიცხვი რით იწყება, როცა 10 წილადის წერტილს მარჯვნივ არაფერი გვაქვს. იწყება ერთეულებით, ხო? ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, 10 წილადის წერტილის მარცხნივ პირველი ციფრი ასახავს ერთეულებს. მომდევნო ციფრი არის ათეულების შესაბამისი. მომდევნო არის ასეულების და შემდეგ მოდის ათასეული. აქ გვაქვს 5 ათასეული და აქ გვაქვს 5 ასეული. ახლა 5000 500-ზე არის 10 ჯერ მეტი. ძალიან მარტივია, 1000-ეული მეტი არის ასეულზე 10 ჯერ. მაგრამ შეგვიძლია საერთოდაც არ გაგვეხსენებინა, ანუ რომელი ერთეული და რომელი არის და უბრალოდ დავკვირვებოდით იმას, რომ ხუთიანი, აი ეს ორივე ხუთიანი არის ერთმანეთის გვერდი-გვერდ. ზუსტად ერთმანეთის გვერდი-გვერდაა. და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს რიცხვით სისტემაში ყოველი მომდევნო ციფრი ასახავს 10 ჯერ უფრო მეტ სიდიდეს. ანუ 10 ჯერ უფრო დიდ სიდიდეს ასახავს. ოღონდ თუ რა თქმა უნდა მარცხნივ მივდივართ. მარჯვნივ პირიქით უფრო და უფრო მცირეებს. ანუ ეს თუ არის ერთეული, ამის მომდევნო ციფრი, რომელიც გვერდზევე არის, ასახავს 10 ჯერ უფრო დიდ სიდიდეს, ანუ ათეულს. მერე კიდე 10 ჯერ უფრო დიდი სიდიდე მოდის, ანუ ასეული და ასე შემდეგ. ესე იგი, რადგან ეს ორი ხუთიანი ერთმანეთის გვერდი-გვერდაა, პირველი ხუთიანი მეორეზე 10 ჯერ დიდი უნდა იყოს. განვაგრძოთ. 66 ასეული გაყოფილი 10-ზე. რისი ტოლია? 66 ასეული რა არის? 66 2 ნულიანით, ხო? პრაქტიკულად 66-ის და 100-ის ნამრავლს წარმოადგენს 66 ასეული. მაშინ ჩვენ თუ 66 ასეული ავიღეთ და შემდეგ გავყავით 10-ზე, ესე იგი 1 ნული უნდა მოვაკლოთ და გამოგვივა 66 ათეული. შემდეგი განიხილეთ რიცხვი 8329. პირველი სამიანის მნიშვნელობა არის რაღაცაჯერ დიდი, ვიდრე მეორე სამიანის მნიშვნელობა. ეს ზუსტად ანალოგიური სავარჯიშოა, რაც წეგან გავაკეთეთ. გვერდი-გვერდ მყოფი სამიანები არის და ამიტომ 10 ჯერ უფრო მეტი იქნება ერთი სამიანი მეორეზე. მაგალითად, ამ სამიანებს შორის რომ რაღაცა რიცხვი ყოფილიყო, უბრალოდ რაღაც ციფრი ყოფილიყო. თქვათ 3, მერე რაღაც 0 და მერე ისევ 3. მაშინ 100 იქნებოდა, 100 ჯერ უფრო დიდი იქნებოდა ერთი სამიანი მეორეზე. ნახოთ შემდეგი. 18000 გამრავლებული 10-ზე. 18000 რა არის? 18000 არის 18 გამრავლებული 1000-ზე პრაქტიკულად, ხო? ანუ 18 3 ნულიანით. 10-ზე გამრავლება როგორც მახსოვს 1 ნულს უმატებს კიდევ, ხო? ამიტომ 18000 გამრავლებული კიდე 10-ზე იქნება 18 10000. და მართლაც რო დავუკვირდეთ 10000. 18 ცალი 10000. მოკლედ პასუხია 18 10000.